კოლკაცერ ვაწრის. ვსწავლობ ბათუმის მერვე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთი და ხატვა. რა თქმა უნდა, უფრო მიყვარს ფეხბურთის თამაში. ერთი წელი ვთამაშობ ვერცხ ჯორჯიაში. ჩემი წვრთნელია ეინარ მასწავლებელი. ცოტა მხიარულია და უფრო კაცრი. მე ვარ უნივერსალი და ვთამაშობ ყველა პოზიციაზე. მე ყველაზე უფრო მომწონს მეკარეობა. მაქვს კარგი რეაქცია და კარგი მახტომი. ყველაზე კარგად ვიღებ შორიან დარტყმულ ბურთებს. შედარებით მიჭირს პენალტების აღება. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია გიორგი მამარდაშვილი. საყვარელი გუნდია საქართველოს ნაკრები. მე მინდა ნაკრებში ვითამაშო 67 ნომრით. 6 წლის რომ ვიყავი, მაშინ გადავწყვიტე ფეხბურთელობა. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი სპაიდერმენი. თუ ფეხბურთელი ვერ გამოვალ, მაშინ გამოვალ მოცურავე. ცურვა ჯერ არ ვიცი და ვაპირებ სწავლას. ჯერ არ ვიცი ცურვა, მაგრამ მაქვს კარგი მონაცემები. რაზე შევატყვე და კარგი კუნთები აქვს. ჩხუბიც მიყვარს, მაგრამ სკოლაში არა. იმიტომ არ ვჩხუბობ, რომ ძალიან მიყვარს სკოლა. ყავს კარგი კლასელები და კარგი მასწავლებელი. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ელენე. ყველაზე ჭკვიანი ნოე თოდრია. ყველაზე თალქია ემრე. მე ყველაზე ნიჭიერი და მეგობრული. მეგობრობა არის, რომ არ მოვატყურებ, რომ დავეხმარებით. მე ახლა მყავს 28 მეგობარი და მინდა მყავდეს 32. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ცისანა კედიაშვილი. კარგად ხსნის გაკვეთილებს და ბედნიერია. ბედნიერი იმიტომ გონია, რომ ჩვენი დანახვა უხარია. მე ასევე მიყვარს ხატვა და ჩემით ვისწავლე. როგორ ვისწავლე და კომპიუტერში ვიყურებოდი და ვსწავლობდი. მე ვიცი საქართველოს დროშას ხატვა, ზაფხულის ხატვა, ზაფხულის ხატვა, ყველაზე ძნელია თხენის დახატვა. ყველაზე ადვილია გაზაფხულის დახატვა. ჩემი საყვარელი ფერია შავი და არ მიყვარს ვარდისფერი. იმიტომ რომ გოგოებისფერია და მე არ მეკადრება. მე ვაგროვებ ჩემს რახატებს და სახლში მაქვს 46 ცალი. იმიტომ ვაგროვებ, რომ მინდა გამოფენა მოვაწყო. ამ გამოფენაზე დავპატიჟებ ჩემს ძმებს და ოჯახს. საპატიო სტუმრად დავპატიჟებ მარი დეიდას. ნახატებს არავის დავჩუქი, იმიტომ ეკუთვნის ჩემს ოჯახს. სამაგიეროდ მიყვარს მე რომ ჩუქნია საჩუქრებს. თოვლის ბაბუა საჩუქრები მოაქვს, ზოგჯერ ერევა. ერთხელ რაღაცა დავწერე და სხვა რამე მომიტანა ბოლდიან მანქანა. და ჩემ პატარა ძმას ხალხი. წელს მინდა მომიტანოს აიფონი. ჩემი აზრით თოვლის ბაბუა არის 51 წლის. მისი ნამდვილი სახელია სოსო. ახლა მინდა ვიყო 32 წლის. ბევრს ვიმუშავებ და მექნება დიდი ხელფასი. თვეში მექნება 18,000 ლარი. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, ბებო და ჩემი ძმები. კიდე მინდა მყავდეს 2 ძმა და 1 და. ჩემი ძმა არის 10 წლის და ქვია დემეტრე. ის არის ხიარული ბრაზიალი და ცოტათი ჭკვიანი. დემეტრე გაიზრდება გამოვა მანგალის ხელოსანი. მეორე ძმა არის 5 წლის და ქვია დანიელი. ის არის ზარმაცია ნიჭიერი ბიჭი. დანიელი ალბათ გამოვა ტაქსის მძღოლი. გამიყვარეს ჭკვიანი, უშიშარი და ჩემსავით კარგი. ჩემი აზრით საერთოდ არავის არ ეშინია არც ლომის და არც ვეფხვის კიდევ არ ეშინია დინოზავრის. დედიკო არის ლამაზი და ნიჭიერი. ყველაზე დიდი ნიჭი აქვს სახლის დალაგებაში. ჯადოსნური ჯოხი მოგონდეს მამიკოს გაუჩენდი მანქანას და დედიკოს ტელეფონს. წინა მონაწილეებს დამიტოვათ შეკითხვა, რომელი სუპერძალა მინდა რომ გქონდეს. მე მინდა მქონდეს სისწრაფის სუპერძალა. სისწრაფი რაც მინდა და სკოლაში მალე მივა. შემდეგ მონაწილეებს ვტოვებ ასეთ შეკითხვას, ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი. რადგან ჩემი აზრით ყველაზე ცნობილია ნიკოლოზ კალანდია. ის არის ჩემი კლასელი მეგობარი და კარგი ბიჭი. ბედნიერება არის კარგი საჩუქარი და დედიკოს დაჯერება. მე ვარ ბედნიერია.